ნამბურთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები მარჯვენა ფრთიდან. ლაშე საულგვაძე გააკეთებს ამას. ხუბუტია. ხიზანიშვილი. ხიზანიშვილმა შეინარჩუნა ბურთი, შემდეგ გაგრძელება არის საჭირო. ძალიან კარგი გადაცემა მარცხნივ კობიაშვილი შეიძლება ჩაწოდება. დარტყმა და 1-0 გაიტანეს ქართველმა ფეხბურთელებმა. გოლი ანგარიში ალექსანდრე იაშვილმა გახსნა ძალიან კარგი დარტყმის შემდეგ. 1-0 22 წუთზე კობიაშვილი ხიზანიშვილმა ითამაშა ძალიან კარგად, როდესაც დაინახა კობიაშვილის მოძრაობა, შეინარჩუნა ბურთი, დააყოვნა, გააკეთა შემდეგ პასი მარცხენა ფრთაზე, საიდანაც გაკეთა კიდე ძალიან ზუსტი გადაცემა და ალექსანდრე იაშვილი გატანილი გოლის ავტორი შეხვედრის 22 წუთზე 1-0 გახდა. აი კიდევ ერთხელ აქამდე იყო ეპიზოდი, როდესაც პაუზა გააკეთა ხიზანიშვილმა და ზუსტად დაინახა კობიაშვილის მოძრაობა. შემდეგ ჩაწოდება მეკარესთან. მეკარის მოედანში მეკარეს დაასრულა, არანაირი ჯარიმა არ არის. საჯის ახლოს იმყოფებოდა ეპიზოდთან. კიდევ ერთხელ განმეორებით იაშვილმა ითამაშა ძალიან კარგად და გაიტანა კიდევ ერთი თავისი მორი გოლი ეროვნულ ნაკრებში. ეს არის მისი მე-15 გოლი და მოქმედ ფეხბურთელთა შორის ყველაზე მეტი სწორედ ალექსანდრე იაშვილსაა გატანილი. Ვენს ეკრანზე გატანილი გოლის ავტორი 1-0 დაწინაურდა საქართველოს ეროვნული ნაკრები. 6 მარტს ეროვნული სტადიონის გავსება, როდესაც საქართველოს ნაკრები დაუპირისპირდება ჯგუფის ლიდერს ხორვატიის ნაკრებს და ეს იქნება უმნიშვნელოვანესი შეხვედრა. იაშვილი მარჯვენა ფრთიდან შეიძლება ჩაწოდება, არა, შეჩერდა ალექსანდრე იაშვილი. ახლა გააკეთა პასი ანანიძე საჯარიმოშია. ჩაწოდება კიდევ ერთი, დარტყმა თუ მოხერხდა, დარტყმა გამოიტანეს კიდევ ერთი დარტყმა გოლ. 2-0 საქართველოს ნაკრები დაწინაურდა ამ შეხვედრაში კიდევ უფრო და დავით სირაძე გატანილი გოლის ავტორი. ძალიან კარგი კომბინაცია გაითამაშეს ქართველმა ფეხბურთელებმა და 34 წუთზე ანგარიში გახდა 2-0 დავით სირაძე გატანილი გოლის ავტორი. მერვე გოლი მისი ეროვნულ ნაკრებში. ხედავთ აი ეს გიგანტური მაისური, რომელზეც ჩვენ საუბრობდით ადრე, რომელიც თემურ ქეცფაიას მეუღლემ სპეციალურად შეაკერინა ამ შეხვედრისადმი, ცოტა უფრო დიდხანს უნდა გვანახონ ალბათ და უფრო კარგად ეს მაისური. ეს კი კიდევ ერთი გოლი, რომელიც გაიტანეს ქართველმა ფეხბურთელებმა. დავით სირაძე ზუსტად აღმოჩნდა იმ სიტუაციაში, სადაც იყო საჭირო. აქ კი კარგად ითამაშა ანანიძემ, რომელმაც უკან დააბრუნა ბურთი, კობიაშვილმა დაარტყა, მცველებმა მოიგერიეს და ზუსტი დარტყმით სირაძემ გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში. 2-0 34 წუთზე. 1 საათი სათამაშო დროის გავიდა უკვე, 61 წუთით მიიწურა. 2-0 საქართველოს ეროვნული ნაკრები ამარცხებს სომხეთის ნაკრებს. პირველ ტაიმი გაცილებით კარგი სანახაობა იყო, ვფიქრობ. მეორე ტაიმში სომხეთის ნაკრების ფეხბურთელები პენალტი საქართველოს ეროვნული ნაკრების კარში. და ყვითელი ბარათი დათო კვირკველიას. მე განმეორებით სადავ ეპიზოდია, თუმცა საჯმა მიიჩნია, მანუ ჩარიანი არის ბურთთან. გრევიშვილი რა შევა, ნახოთ. გაასწორა ბურთი ზუსტად ნიშნულზე. თავის ხრივ მანუ ჩარიანი გააკეთებს ამას. ფეხბურთის წესის მიხედვით იმ ხაზს, საიდანაც უნდა შესრულდეს, თუ ეხება ხაზ ბურთი, დევს ხაზზე და უნდა მიეცეს ფეხბურთელს ამ დარტყმის საშუალება. გამორბენი მანუჩარიანი, რევიშვილი და ეს დაბეჭდება იქნება თითქოს რევიშვილი გადახდა, მაგრამ სამწუხაროდ გოლი გავიდა საქართველოს ნაკრების კარში 2-1. მანუჩარიანმა 11 მოედანი ქვია, მაგრამ მასპინძელი ამ შეხვედრის კიდევ ერთხელ მეორე სომხეთის ნაკრები იყო, სწორედ მათი გადაწყვეტილებით ტარდება სწორედ აქ ეს შეხვედრა და რა და დასრულდა შეხვედრა, დასრულდა საქართველოს ნაკრების გამარჯვებას. მე გილოცავთ ყველას, არ შემიძლია ეს არ თქვა, რამდენიმე წამი იყო თუ ამაზე ედავებიან სომხები, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, მაინც რაღაცა გარკვეული უკმაყოფილება რა თქმა უნდა არის სომხთა მხრიდან და ეს კომაკი გახარებულია ადამიანები, რომლებიც კვიპროსში ცხოვრობენ, ზოგიერთი მუშაობს, ზოგიერთი არ ვიცი სწავლობს, დაკავებულია სწორედ ამ ქვეყანაში. ისინი ბედნიერები არიან, ისინი მივიდნენ დღეს თავისი ეროვნული ქვეყნის ნაკრების საქომაგოდ. კატერინა ქეცფაიას მიერ შეკერილი მაისური
სწორედ ამ მაისურითაც კომაგობენ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და საქართველოს ეროვნულ ნაკრებმა დღეს მოიგო თავისი შეხვედრა ძალიან პრინციპულ მეტოქეს და სომხეთის ნაკრებთან 2-1 კიდევ ერთხელ ვინორებ ყოველას ბიჭებს დიდი მადლობა ამ თავდადებისათვის მწვრთნელებს კარგი თამაშისათვის და მაყურებელთან ერთად მე ულოცავ ყოველას ამ გამარჯვებას და ასე გაგრძელებოდეს 2011 წელი არაჩვეულებრივად დაიწყო იგივე ანგარიშით როგორიცაც 2010 წელი შეგახსენებთ 2010 წელს პირველი მატჩი მოვიგეთ სწორედ ეს გოლები ვნახოთ მოვიგეთ ესტონეთთან 2-1 და შემდეგ იყო წაუგებელი სერია ძალიან დიდი ხნის მე-9 მატჩი არის ეს წაუგებელი და ეს არის აბსოლუტური რეკორდი საქართველოს ნაკრების ისტორიაში 9 მატჩი წაუგებლად ითამაშა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს არის წარმატება ყველანი ველოდებით ახლა უკვე 26 მარტს როდესაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ითამაშებს ხორვატიასთან კიდევ ერთხელ მეორე გოლიც და მე აქვე დაგემშვიდობებით დიდი მადლობა ყურადღებისათვის კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ გამარჯვებას ყველას